მოგესალმებით, აჭარა თაიმს იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმში გოგოლის ქუჩაზე, კერძოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის კორპუსები მდებარეობს და თქვენ როგორც კადრში ხედავთ, აქ იმყოფებიან სოციალურად დაუცველების სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და დაგვიკავშირდნენ, რომ მათი სათქმელი სურთ, რომ გაახმოვანონ პირდაპირ ეთერში. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები მოვისმინოთ. მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე მოვიდნენ პოლიციელები. ტერიტორიაზე ისინი გამაგრებულები არიან და ამ ადამიანებს არაძლევენ იმ შენობაში შესვლას, სადაც სოციალურად დაუცველები ითხოვენ ბინით უზრუნველყოფას. ჩვენ მოვისმენთ ამ ადამიანების მოსაზრებებს პირდაპირ ეთერში, ვნახავთ რა აქვთ მათ სათქმელი და რისთვის მოვიდნენ ისინი აქ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რისთვის მოხვედით აქ, რა მოთხოვნები გაქვთ თქვენ? У меня это социально доуцвели. Я 15 лет уже тут заявление пишу и ничего нету. საერთოდ არაფერი არ ატყვილავ წერ მაგას. ასეკებია კეთილი ბოდიშით სხვებს გავესაუბროთ. მოგესალმებით, გითხარით აბა რისთვის მოხვედით აქ და რა მოთხოვნები გაქვთ? რისთვის მოვედით და ჯერ საღამოშვიდობისა. და მეორეც იმისთვის მოვედით, რომ მთავრობას მივაცნოთ, რომ რამდენი უსახლკარო ვართ და ეკოლოგიურად გაჭირვებული ხალხი ვართ. უბინაო, ამდენი წელია ვინას ვითხოვთ, არავინ არ შეგვისწავლა, არაფერი არა. გვინდა თავშესაფარი რომ გქონდეს გაუსაძლის პირობებში ვართ. ბინის ქირას ვერ ვიხდით, ბინის ქირა კიდე ვიხადეთ, თვითონ ბავშვები მშიერი დამჭა. 700 ლარი გადავიხადი, ახლა კომუნალურებიანო და დიაბეტიანი ბავშვი მყავს და ნაბეღლავის და წამლის ფული არ მაქვს, ბაღადა სამალი ვუყიდო. მე რომ ჩემი თავშესაფარი მქონდეს, მე ჩემი შემოსავლით, ჩემი სოციალურით ყველანაირად დავირჩენ თავს და ოჯახსაც ვარჩენ და შვილებსაც ვარჩენ. მიჭირს, ვერ ვიხდი ვერც ქირას, ვერაფერი ვერა და გაუსაძლის პირობებში ვარ, მორიელებთან ერთად მიწევს მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრება. და ახლა აქ რას აპირებს, რისთვის მოხვედით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს კორპუსები ხელისუფლებამ, მთავრობამ ჩამოართვა უკვე ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსი არის, ბიზნესმენის ბალანსი აღარ ირიცხება ყოველი შემთხვევისთვის. გაითვალისწინოს, შეგვისწავლოს და ვისაც რომ ეკუთვნის მართლა გაჭირვებულ ხალხს, ჩემი თამადობით, ვარ ეკომიგრანტი. დანგრეული, დაფიცრებული სახლიდან, ქვისლოდებმა დაანგრია ჩემი საცხოვრებელი სახლი. მე მიწევს, ნამდვილად მინდა რომ მქონდეს ჩემი თავშესაფარი და ჩემი შვილებით ვიცხოვრო ნორმალურად. ახლა აქ მოხვედით დაახლოებით რამდენი ოჯახი და ვის ელოდებით აქ? ველოდებით მერიდან მთავრობის წარმომადგენელს, რადგან კაბინეტებში ვერ გვიღებულობს, აქედან მივაწვდინოთ ხმა, რომ მოვიდეს, დაგხვიდოს რამდენი ვართ, დაითვალოს, ვის რაფერ უჭირს, ისე გააკეთოს საქმე. აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ უსახლკაროები მათი ტკივილი არის და ზრუნავენ ისინი თქვენზე. რა შეგიძლიათ უპასუხოთ? ეთყობა ზრუნვას. მოვიდეს ჩემთან სახლში, შეხედოს ჩემ მაცივარს, შეხედოს ჩემ იმას რა ქვია, საცხოვრებელი პირობებს და თუ იქნება მასე მაგით ვნახოთ. რას ზრუნავს, ვის ზრუნავს, რაფერ ზრუნავს, სოციალური ევიღემეთ გიგეუბნებით, თვითონში ბინაში მივეცი და დღეს რომ ბავშვს წამალი ვუყიდო, წამლის ფული არ მაქვს. გაიგეთ ადამიანებო, მე რომ არ მიჭირდეს, მე აქ არ გამოვიდოდი. მიხვალ კაბინეტებში არ გიღებულობა, ქედაში ვედი, ქედაში არ მიმიღეს. საწევიდე, მე ბათუმის მოქალაქე ვარ. ირანელი თუ ჩამოვა და ბათუმში დასახლდება, ადგილობრივებმა რა დავაშავეთ. არაფერი სულ, ჯერ ჩვენ და მოგხედოს, რამდენი უსახლკარო ხალხი ყავს და მე მიიღოს ირანელები. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით გოგოლის ქუჩაზე, სადაც აქ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქე მოვიდა. პარალელურად ხედავთ იმას, რომ პოლიციაც აქ არის მობილიზებული და მათ ამ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით აბა აქ რისთვის მოხვედით, რა მოთხოვნები გაქვთ? მოგესალმებით, ჩვენ აქ მოვედით უსახლკარო ოჯახები, რომელიც რამდენიმე წლებია ვითხოვს საცხოვრისს. გუშინ ინტერნეტ სივრცეით გავრცელდა, რომ
მერიამ გადაიბარა მიუხედავად იმისა მის არის კანონიერად უცხო ქვეყნის მოქალაქის გალი პოსტურგის ხოლო შენობლებები არ უნებართოდ აღებული და ამიტომ ჩამოერთვა ეს შენობები მე უბრალოდ მაინტერესებს უბრალოდ პატარა რაღაცას გააკეთეს მოქალაქე და იმას ჯარიმას გამოუწევენ ამხელა შენობები რო აშენდა სად იყვნენ ვერ ხედავდე კარგი ბატონო არ დაანგრიონ და უსახკარო ადამიანებს ეს შენობები განმოგცენ რაც გვეკუთვნის მაგალითად შიშუმპირის შვილები თვითონაც პრობლემურები ვართ და ღია სისქეშ ვართ. ნუ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უფრო მეტი პრივილეგები აქვს, მეტი რადგან მათ ფულიდან თანხიდან გამომდინარე მათად ეწიფებათ და ხელს ითმობენ, ჩვენ კიდევ არაფრად მივარჩივა. ჩვენ ვართ აქაური მაცხოვრებლები, ძირი მაცხოვრებლა ვითხოვთ საცხოვრით მოვიდეს მერის წარმომადგენელი თავრობიდან ვინმე მოვიდეს იმიტომ რომ თვითონ მერს არ აქვს უშუალოდ კონტაქტი მოქალაქეებთან არ აქვს მნიშვნელობა განაცხად შეიტან დაელოდები თვები გავა კიდევ თავ შევიკავებდი ბევრი რამისა არ მომწონს მათი მოქმედება მოქალაქეებთან მიღების მიმართ აი თქვენ იცით რომ სულხან თამაზაშვილმა განაცხადა ის რომ უსახლკაროები არის მისი ტკივილი და თქვენზე ზრუნავს ის რა შეგიძლიათ უპასუხოთ მის ამ პოზიციას მე იმას გავიხსენებდი რომ ახალ წლამდე მე თვითონ მივედი როდესაც ნაზვის ხე უნდა აენთონ მივედი იქა და წარმომადგენელი ტრაფარეტი რომელშიც შუმპირი ვიყავს და ვითხოვდი მასთან შეხვედრას მისი დაცვის ძალემა ძალით გამოგვიყენეს დაგვატოვებდეს ნაზვის ხე აი ეს არის ჩვენი თავის ხელისუფალი და შემდეგ შემოიფარგლა რომ ჩვენი დაინტერესა თუ ჩვენი დაინტერესა ველოდებით და მოვიდეს აქა წარმომადგენელი გამოუშვას არავინ არ გღებულობთ თქვენს კითხვებზე პასუხებს ვერ იღებთ. რა თქმა უნდა, არავინ არ გღებ, ხოლო უწვაწური სიტყვებით ინტერნეტ სივრცეში შემოიფარგლებიან, მათ თავს პატივსარჩენია, თუ არ შეთვის ის არაფერი არა. ჩვენ დაველოდებით დღეს ცოტა ვართ, ხვალ მეტი ვიქნებით, ამას პირდებით თამაზაშვილს. მე დასაკარგი არ მაქვს, მე წამლებით ცოცხლობ. დაველოდებით წარმომადგენელს, მოვიდეს ვინმე აქ წარმომადგენელი. დიახ, აი აქ რისთვის მოხვედით? ახლა ალბათ აინტერესებს მაყურებელს, რომელიც გვიყურებს, მათ შორის ალბათ აინტერესებს ადგილობრივ ხელისუფლებასაც, რის გამო მოხვედით ამ ღამით აქ? აი შეჭრას აპირებთ თუ რა ხდება? ჩვენ ამ ღამით იმიტომ მოვედით, რომ ზოგი დაკავებულიყო დღის საათებში საღამოა და თქვათ ოჯახის ქალისა გარეთ გამოსვლა რომ ვიტყვიან ჩვენებურები რა უნდა გარეთ ქუჩაშიო, ეს მისცა სადაც გავარ, არის კერძო მესაკუთრის გალი პოსტურკის, უცხო ქვეყნის მოქალაქე. შენობა არის მერია, მოვიდეს მერის თანამშრომლებმა, მოიკიდონ შენობები და წაიღონ და თვითონ მე გალიფაშვილებს შეუთანხმდებით. აი ან მოვიდეს თვითონ წარმომადგენლები. გასაგებია, მადლობა თქვენი ისმენდით ერთ-ერთ სოციალურად დაუცველის უსახლკარო დედის პოზიციას. გავაგრძელოთ სხვების მოსმენა. ვისაც აქვს სურვილი, შეგვიძლია მოვუსმინოთ პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ რისთვის მოხვედით აქ, რა მოთხოვნები გაქვთ? რა მოთხოვნები გვაქვს და ბინა მოგჩეს ჩვენ უსახლკაროების ხალხის ერთად. მე 30 წელიწადია ქუჩა დავწერები და ვიარები და ვარ და ვითხოვთ ყველა თავრობიდან, გინდა მერია იყოს, გინდა თავრობა, ყველა მოვიდეს აქ და შევხედოთ ჩვენ. მე რომ შეხვედრა მინდოდა, თონიკე არასპობით არ შემხდა. თონიკე რიჟვაზე რომ არის. ახლა აღარ არის უკვე. აღარ არის უკვე, მაგრამ ახალი თავრობა რომ მოსული, იმან მოვიდეს, ინებოს და მოვიდეს და ვნახოთ ჩვენ რომ როგორ ვართ ჩვენ. აი თქვენი შემთხვევა რომ მოგვიყვეთ, სად ცხოვრობთ ახლა? რამდენ წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი? მე რომ ცხოვრობდი კახაბერში, სხვის სახკაში. 20 წელიწადი იქ ცხოვრობდი, არა მომცეს სახლი კარი. ვინცა კაცისა და ავანტყოფდა ქმარიაო, ასე ისევ და მე სახს არ მაძრებდე. იძულებული გავხდე, გამოვედი იქიდან. და ვითხოვ რომ ჩემი კუთხე და ჩემი შვილის ერთად ვიცხოვრო მე. აქ ახლა რისთვის მოხვედით? რისი მოვედი? მოვიდენ ინებონ. ვაჟბატონებმა და მოვიდე და შევხედოთ რომ რაფერ ვართ ჩვენ აქა. გამოყრილები ვართ სახლიდან გარე. რომ სახლს ვითხოვ ჩვენ. რომ ჩვენი ბუდე ქონდა და ჩვენი სახალი და შვილები ყავდა ჩვენ. გასაგებია, მადლობა თქვენ ისმენთ სოციალურად დაუცველების მოსაზრებებს. პირდაპირ ეთერში ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ გოგოლის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს რამდენიმე კორპუსი. ეს კორპუსები ააგო ბიზნესმენმა გალი პოსტურკმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადავიდა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში. თავის დროზე, როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა იმას, რომ ეს კორპუსები აშენდა უკანონოდ, თუმცა ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამ
შენობების მშენებლობა დასრულდა, მანამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ თუ იყო ეს უკანონო მშენებლობა, აღეკვეთა აქ მიმდინარე პროცესი, თუმცა შენობის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, რის გამოც სასამართლო დავაც კი მიმდინარეობს. როგორც ცნობილი არის, გალიფ ოსტურკი რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრის საფუძველზე, რომლის შემდგომაც უკვე ეს კორპუსები გადავიდა ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე და აქ უკვე ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ პოზიცია, რომ არ აქვთ სახლი და ითხოვენ ამ კორპუსებში ბინების გადაცემას, რადგან ამბობენ, რომ ახლა აქვს ადგილობრივ მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ მათი ბინით უზრუნველყოფა მოხდეს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეგიძლიათ გითხრათ აქ რისთვის მოხვედით? 25 წელია ვცხოვრობთ ბათუმში, ნაქირავებში. ერთი ბინიდან მეორე ბინაში, არ გვაქვს სახლი, კარი, ვართ უსახლკაროები აქ ყველა, მოვითხოვთ საცხოვრებელს. და თუ მოვა მთავრობა და შეგხვდება და დაგვაკმაყოფილებს რამენაირად, ჩვენ ახ შეჭრას არ ვაპირებთ, ზალით შეჭრას არ ვაპირებთ ნამდვილად. ჩვენ გვინდა სახლი და კარი. ამ ღამით რატომ გადაწყვეტეთ? მანამდე ვერ მოახერხეთ ადგილობრივ მერიასთან საუბარი? მანამდე 5 წელია ჩვენ დავდივართ აქციაზე, ყველა ხუთშაბათობით დავდიოდით აქციას. მერაბლადაძე მთავრობდა მაგას. გვპირდებოდა, რომ ნუ თუ ამის თურქის ბინებში შეგიშვებთო, რომ ასე გვპირდებოდა და ახლა ჩვენს მოვედით რამე შანსი თუ იქნება, რა ვიცი. მადლობელი ვიქნებით. გასაგებია, მადლობა. ინებოს და მოვდეს. თქვენ ნომერი არ ხითხარ. ნამდვილად გული მტკივა რომ ამდენამდე მოვიდა საქმე. 3 წელია რომ მე სადავოდ მაქვს საქმე. ჩემს სახლში კუთვნილ ტერიტორიაზე ამოდის ნავთობი. ზემოდან გადის ინათის მილები, ქვემოდან ამოდის ნავთობი, გამებზარა სახლი. 10-წლიანი ოჯახი ვარ უყურადღებო. დავდივარ 3 წელია ვითხოვ ან გადანაცვლებას, ან ბინას. შემომთავაზეს ბინა 70 კვადრატი, როცა დადასტურებული მაქვს 210 კვადრატი მიწის ნაკვეთი და 120 კვადრატი საცხოვრებელი სახლის ფართობი. ხო და არ მინდოდა რომ ამ დონემდე მისულიყო, მაგრამ ძალიან ვთხოვ ჩვენს ახალ მთავრობას, უმაღლეს საბჭოს მთავრობას გულთან ახლოს მიიტანოს, ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მეც მინდა ამ ბინაში შესვლა. რამდენი კვადრატული ფართობი მიწაც მაქვს დადასტურებული, ვითხოვ იმხელა ბინას და არა 70 კვადრატს. ჯერ ბავშვი მყავდა დედას მუცელში, უკვე მესამე წლისაა ხდება ბავშვი. აი ამდენი ხანია ვედავები. დავადით ყველა, მე თვითონ პიროვნად ონკოდავანტყოფი გავხდი, ნერვებისგან, დავადებისგან, სიარულისგან, აღარ შემიძლია მეტი. ძალიან ვითხოვ მიაქციონ ყურადღება და გადმოგვანაცვლონ, აგერ ბინებია, აგერ თავისუფალი ბინები, ოღონდ სათანადო ფართობით, ფართით კი არ, მართლა 70 კვადრატით კი არა. 10-წლიანი ოჯახი ვარ და 70 კვადრატი მე რაში მეყოფა. აი, ადგილობრივი თვითმმართველობა იმას ამბობს, რომ თქვენზე ზრუნავენ ისინი. მთავრობა იყო მაშინ, ბატონი რიჟვაძე იყო, ბატონი ფუტკარაძე იყო, ჯაბა ფუტკარაძე. ვითომ ზრუნავდა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ახლა მაგათითგანაც ნამდვილად უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ 60 კვადრატისა და 211 კვადრატისა. აგერ კუნძული შენდება, ახლა კუნძული რომ ცხენდება ბარცხანაში, 100 მეტრო დაშორებაა ჩემი სახლი და კუნძულს შორის. ნუ თუ 70 კვადრატზე მეტი არ მეკუთვნის ბინა. ხო და ძალიან ვითხოვ რომ გადანაცვლება გამიკეთო. შემასახლონ აგერ ბინაში, აგერ არის აშენებული ბინა. არის აქ ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არის დაუსრულებელი შენობა, მათ შორის არატიპიური საცხოვრებელი კორპუსი არის. ეხლა მე არ ვიცი თუ შით რა ხდება, მე არ ვიცი, მე გარედან ხედავდა. ეს თუ არ იქნება სხვაგან დამაკმაყოფილენ. ძალიან მინდა რომ ჩემმა ხმა მივიდოს უმაღლეს საბჭოში. სად ის მიმართო, აბა ჩვენ ჭირთ თქვენ მათთან შეხვედრა. რამოდენი 10 განცხადება მაქვს დაწევრილი უმაღლეს საბჭოში ეხლა. არჩევნების შემდეგ ერთხელ შეხვედრა ვერ მოახდინე. თურმე არ შეიძლება რომ მოქალაქეებს შეხვდეს თავმჯდომარეს. ასეთი რამის პირველად ამბობენ რომ ჩვენ ყოველთვის ხვდებითო მოქალაქეებს, უსმენთ მათო. არავით არის. ეხლა არ მინდა სახელი დავადასტურო და არ მინდა. კაცმა გადმოცემით მითდა შეგნებულად მოქალაქეს უბლება არ აქვს რომ შეხვდეს თავმჯდომარესო და
თქვენ მარტო შუამავილო თქვენ ნავლაპარაკებსო ნათქვამსო ჩვენ გადავცემთო და მეუთხარ რომელ საუკუნეში ვცხოვრობ მე მკვლელი არ ვარ მეუთხარი ესე იგი მაჩხუბარა არ ვარ მეუთხარი აგერ ერთი ჩამთამაქს ამ ჩათასას დაუტოვებ მეუთხარი და ოღონდ თქვენი დასწრებით თქვენი დახმარებით შემახვედეთ მეთქი სამი თვე არა განცხადება მაქვს დაწეული მერიაში არავით არის არც პასუხი არც შეხვედრა გუშინ კიდე ვიყავი მას წინათ კიდე ვიყავი ყოველ დღეს ვიყავი ვიწამნებით ამასობაში მოვიწყამნეთ და სახლის ქვეშედან ამოდით ნავთობი წყაროსავით კედლები მაქვს გაბზარული გაშავებული ესე იგი საერთოდ მას შეიძლება იმ სახლში ცხოვრება 10 კიდით გადამიყვანის რა ვიცი ახლა თავება რას ფიქრობს არ ვიცი და ჩემ ერთ წიწილასაც რამე ზიანი მოუვიდეს ან სახლი დაეშალოს ან რაღაცა პაჟარი გაშლის პოლიცია დადის 112 წევრი ეკავ 112 ხშირად ეკავ მეუბნება ქალბატონი უფრთხიდი ცეცხლ მე როგორ უფრთხიდე ეზოში გადის გზა ქუჩა გადის ამ ქუჩაში ხალხი დადის როდის ვირას შემოიქნეს ღია კანაო ღია არხი ღია მეტრო ნახევარი არხი მომითხარის ეზო ტრაქტორებით ამოთხარის მილები ეძებეს რაღაცა მილებიო ისე დაუმუშავებელი ატალახიანები საღორეთივით ამიტოვეს ეზო კარი ჩვენ ისე ვწვალეთ ისე მაწვალე ამას არ ვაპატიებ მე რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე ვითხოვ ეს იგი რომ ეს ვინა თუ არ იქნება და ეს თუ არ ვარგა საცხოვრება სადაც ჩვენც ადამიანები ვართ და არ ვითხოვ მილიონებს და რაღაცას სათანადოდ რაც გვეკუთვნის გადაწყვეტილება მიიღონ და ჩვენ დაგვაკმაყოფილონ მოგვაცილონ ამ მაზოთებს და ამ ნავთობებს თუ არ იჯერებთ რამოდენიმე განცხადება მაქვს ვითხოვ კომისიას ესე იგი გარემო დაცვიდანაც ყავდა თბილისიდან გარემო დაცვა მითხრა რომ არავითარი აქ ცხოვრება არ შეიძლება ხო და ვითხოვ რომ მიატანონ გულთან ახლოს და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება გასაგებია მადლობა გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც თავრობამ რომ ეს პოლიცია გამოგზავნა თვითონ მათ მოსულიყვენ და შეეთი ეკითხა რატომ ხართ ამ ღამე აქა რა გიჭირს რა გითხილს არ შეიძლებოდა 4 იგია მოსული პოლიციის მანქანა გასაგებია კეთილი გასაგებია გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც მოგესალმებით ქალბატონო პირდაპირ ეთერშია თქვენს გითხარით თქვენი სათქმელი რისთვის მოხვედით აქ ჩვენ უსახკაროების გოლისთვის ბრძოლობთ აგერ 42 წელია ქირით ვარ მაგრამ 5 წელია ვბრძოლობთ უსახკარობაზე და ძალიან სუდღეში ვართ რომ ქირას ვერ ვიხდით 5000 ლარი ქილა დამიგროვდა გადასახადი და გამოვედით თუ შესულები არიან და ნების თითოეულისთვის ხდება ესეთი რამე ჩვენც მზად ვართ რომ შევიდეთ არ გადავიხადოთ ბინის ქირა რამდენად ფიქრობთ არის ამის შანსი მართალია სახელმწიფოს ბალანსი გადავიდა უკვე ეს შენობები მაგრამ შანსი რომ არ იყოს არ იქნება ადამიანები შიდ შესულები არიან შიდ და ჩვენც გვაქვს სურვილი რომ უნდა შევიდეთ ქირას რომ არ გადავიხდი მე თვეში 5000 ლარი მაქვს გადასახდელი ქირა და რომ არ გადავიხდი აი არ ვიცი ბედნიერი ქალბატონი ვიქნები მყავს პატარა შვილიშვილი გასაზრდელი და მე ვზრდი იმას აი მანამდე გქონდათ მცდელობა იმის გასაუბრებოდით ბათუმის მერიის არავის არა ბევრჯერ ჩავწერეთ ბევრჯერ მიუმართეთ მაგრამ არ გქონდა შეხვედრა ბევრჯერ გქონდა ესეთი შეჭრა შევედით უბრალოდ ხელვაჩაურში სამხედრო ბინაში ორჯერ შევედით სამჯერ გამოგვასახლენ და გაჭირებულები ისევლე დავრჩით უბინაოები და თუ კი შანსი იქნება რამე რომ ქირას ვერ გადავიხდი ვერანაირად დავრჩები ღია აქციის ქვეშ იანვარის ბოლოს უნდა დაუცალო ბინა რომ ვერ ვიხდი ნამდვილად ქირას და დაახლოებით რამდენ ოჯახია საუბარი სხვებსაც ელოდებით როგორც ვიცი ხო კი ველოდებით ძალიან ბევრს უბრალოდ ზოგი შორს ცხოვრობს და ვერ ახერხებენ გამოსვლას არიან მეწყერსაშის ზონაში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები რომ თოვლია ხულოში და ვერ ჩამოდიან ხო და ასე რომ უნდა ვიყოთ ყველა მზად უსახკაროები მოუწოდებ ყველა უსახკაროს რომ დავდგეთ და მივახცევთ რაღაცა ჩვენს მიზანს როგორ შეძლებთ იმიტომ რომ უკვე ვხედავთ რომ თანდათან პოლიციათა რაოდენობა იზრდება ძალა ხალხში არის ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რომ რაღაცა მივახციოთ ღმერთის იმედით ძალა გვაქვს იმედი გვაქვს და ვნახოთ და როგორ ფიქრობთ რამდენად კანონიერია ეს როცა სხვის საკუთრებაში ასე ხდება თქვენი შეჭრა აი როგორ რითი შეიძლება გამართლდეს თქვენი ეს გადაწყვეტილება ხალხის მასაა საჭირო და უნდა მოგვაქციოს ყურადღება ნამდვილად ყურადღებოთ არ უნდა დავრჩეთ ესე ჩვენ უნდა დაგვეხმაროს თავრობამაც და აი არავინ არ მოდის ჩვენთან არანაირი ადამიანები შეხვედრა არავისთან არ ქონია მე ჩავწერე ბატონ ცინცაძეს ის რომ მოვიდა ჩვენი თამაზაშვილი რომ
თამაზაშვილმა სხვათა შორის თქვა, რომ უსახლკაროები მისი ტკივილი არის და ზრუნავს ის თქვენზე. ტკივილი მისი, მაგრამ ჩვენ დავწერეთ, მივედით, მაგრამ არავინ არ დაგვირეკა, რომ შევსული ვიყავით და პირადად შეხვედრა მინდოდა მასთან და მიუღებელი არის, ვერ შევხვდით. ძალიან მინდა რომ შევხვდე და გავესაუბრო, ჩემი ტკივილი მივაწოდო. 40 წელია ქირით ვცხოვრობ. არა მაქვს საშუალება. გასაგებია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოვიცმინოთ ხების მოსაზრებებით, ჩვენ ვხედავთ აქ ახლა მოვიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაშის გაესაუბრება აქ შეკრებილ ადამიანებს და ალბათ მათგან მოისმენს თუ რატომ მიიღეს სოციალურად დაუცველებმა ეს გადაწყვეტილება და რატომ აპირებენ ისინი თვითნებურად რომ შევიდნენ ამ შენობაში, რომელიც ამ ეტაპზე არის სახელმწიფოს საკუთრება, თუმცა მანამდე ეს ააშენა ბიზნესმენმა გალიფ ოსტურკმა. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი სათქმელი რისთვის მოხვედით? რისთვის და ქირას ვერ ვიხდით, ვერაფერი ვერა. ხო და სოციალური მქონდა, სამი ვართ ოჯახში, მე, ჩემი ქმარი და ბავშვი. ბაღანას მოუხსნეს, ქმარს მოუხსნეს და მაგ მარტო მე და 50 ლარი, არც იქით არის, არც აქეთ არის, არაფერი არა. ქირას ვერ ვიხდი, ვერაფერი ვერა. ხო და ერთი ვარ მარტო მისთვის რომ სასადილოში მივიდე, წამევიღო საჭმელი და იმით ვარსებობ. როგორ ფიქრობთ, რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილება, რასაც თქვენ აპირებთ შენობებში შესვლას? რამ შეიძლება გაიძულოთ ეს, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ აქ პოლიციაც მოვიდა უკვე და ალბათ ნებას არ მოგცემენ რომ შეხვიდეთ შენობაში. კი ბატონო, მაგრამ ძალით ახლა რომ ვიზალადოთ და რაღაც შევიდეთ, მასე არა. ნებით შევართ და ნებით ვიქნებით და ეგია რომ ვიცხოვთ საცხოვრებელს, რომ ვიცხოვროთ და ჩვენი საცხოვრებელი ვქონდეს. რომ ვქონდეს ჩვენი საცხოვრებელი, მეტი არაფერი. და მადლობელი დავრჩებით, რომ მოვლიან და პასუხ აქცემენ, რომ რას გვეთქვიან. როგორ ფიქრობთ, მოვლენ ბათუმის მერის წარმომადგენლები აქ თქვენს მოსაზრებებს მოისმენენ, იმიტომ რომ აქ ამბობთ იმას, რომ თქვენი მოთხოვნები ყოველჯერზე არის უგულებელყოფილი. კი ბატონო, რიჯვაზე სანაც ვიყავით მისულები, აღარ არის უკვე თორნიკე რიჯვაზე გაიქცა, გერმანიაში ცხოვრობს. კი ბატონო, როცა იყო მაშინ ვიყავით მისულები, ღამეების ვათენებით, არავითარი ყურადღება, არავითარი ამე, დაჟე უკრიდან იპარებოდა და ისე შედიოდა კაბინეტში, რამდენი დევინახევით, ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით, რომ ამას ხედავდით. და ყურადღებას არ გვაქცევდა. ახლა სულხან თამაზაშვილია, რომელმაც თქვა, რომ უსახლკაროები მისი ტკივილია. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქცევთ ის ყურადღებას და რამდენად ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს? ყურადღება ქიჩას, აგერ უსახლკაროები ვართ და მისი ყურადღება იქნება, რომ გამოვა და პასუხ გაგვცემს. მადლობა. გასაგებია, მადლობა. დიახ. სახლიც აქვს, კალიც აქვს, ყველაფერი აქვს. მე მათ სახლი კარი არ გამაჩნია, სახლი კარი. საფიცა დაგიფიცავ, თუ გამაჩნიოდეს. მამაჩემთან წერივა დროებითი, მაცხოვრებელი, ურეხელი ვარ. მაგრამ ოცნებაში თონიკე რიჯვაზე რომ იყო, აგე ქალაქში 2-3 მოსახლე იქ არ ცხოვრობდა და ბინა მიცეს. ხშირად ახსენებს სხვათა შორის თორნიკე რიჯვაძეს განსხვავებები სულხან თამაზაშვილისა და თორნიკე რიჯვაძეს შორის რას პაუგლობ? ახლა ეს ახალი თავრობა მე არ ვიცი როგორ იქნება, რა იქნება და როგორ დაგვეხმარება, მაგრამ ძალიან თხოვთ ყველა ხალხი, უსახლკაროები ყურადღება მოგვაქციოს, ძალიან თხოვთ. გინდა მერია იყოს, გინდა ეს თავრობა იყოს. თონიკე რიჯვაძემ შუქი არ მომცა. სხვის საკაში ვიყავი და უშუქოთ ვიყავ და ვინც ამ ტორვილმა შუქი მომცა. გასაგებია. ხო. თქვენი მოსაზრებისთვის მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, თქვენ ხედავთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვიდნენ სოციალურად დაუცველები, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე ადამიანი და ისინი ცდილობენ, რომ ამ შენობებში მიიღონ საცხოვრებელი ფართები. აქ მოვიდა უკვე პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე, არ ვიცი რამდენად ჩანს. ისინი არიან გამაგრებულები და ამ ადამიანებს არ აძლევენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების დაკავების შესაძლებლობას. როგორც ცნობილი არის, ეს შენობები თავის დროზე ააშენა ბიზნესმენმა გალიფ ოსტურკმა, რომელიც
მოგვიანებით გადავიდა სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მიწა ჯერჯერობით კვლავ რჩება ოსტურქის კომპანიების სახელზე. ეს ინფორმაცია არის გადასამოწმებელი და ჩვენ ვცდილობთ ამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ამ მიმართულებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გალიფ ოსტურქი რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრის საფუძველზე და სანაცვლოდ უკვე გირაოს თანხის სანაცვლოდ სახელმწიფო მიიღო ეს შენობები, რომელსაც თქვენ ხედავთ აქ პირდაპირ ეთერში. ეს თავის დროზე, როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, აშენდა უკანონოდ, თუმცა ეს უკანონობა, როგორც თავად თქვეს, მაშინ აღმოაჩინეს, როცა ამ შენობების მშენებლობა დასრულდა, მანამდე სამშენებლო პროცესი ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში არის თვალსაჩინო ეს ტერიტორია, ვერ შეამჩნია მაკონტროლებელმა ორგანომ და მშენებლობის დასრულების შემდგომ უკვე დაიწყო დავა ამ საქმეზე, მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ამ შენობების ბედი კვლავაც გაურკვეველი არის. არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი გალიფ ოსტურქი მზად არის, რომ სოციალურად დაუცველებს გადასცეს ეს შენობების საკუთრებაში, თუმცა ახლა უკვე ეს სახელმწიფოს ბალანსი არის და შეუძლებელი არის უпростоრად ბათუმის მერია არ განმარტავს თუ რას უპირებს ამ შენობას და იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც წლების განმავლობაში მართავენ საპროტესტო აქციებს და ცდილობენ, რომ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღება მიიქციონ. თქვენ კადრში ხედავთ, აქ მოვიდნენ პოლიციელები, მათი რაოდენობა თანდათან იზრდება, რადგან პარალელურად ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ სოციალურად დაუცველებიც მოდიან აქ ადგილზე, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ამ ტერიტორიაზე აქვთ მათ შანსი იმისა, რომ თვითნებურად დაიკავონ ფართები, რომელიც ამ ეტაპზე არის დახურულ უფუნქციო მდგომარეობაში. თქვენ ცოტა ხნის წინ ისმენთ სოციალურად დაუცველების პირადი ისტორიებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს ქირით, ზოგიერთი მიტოვებულ სახლში ცხოვრობს, ზოგიერთ მათგანს კი ერთადერთი იმედი აქვთ ნათესავების საცხოვრებელი სახლები და წასასვლელი ფაქტობრივად არსად აქვთ. თქვენ ხედავთ ახლა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კამათს. და შენ სიცილს მოუკელი კიდო, როგორც ჩვევია და დაწესი გაქვს. ჩვენებურები ვართ ერთ მიწაზე ცხოვრობთ ერთ ქვეყანაში. ვინიც ინის დაქცინით. რას ვინერულ, მამაცე? არა, ნონმა, ძიური, არ ინერვიული. თავის შეიძლება. რაზე კამათობდით, შეგიძლიათ? რაზე მოვიდეს წარმოადგენელი მეთქი, რაზე მეტი არაფერი. წარმოადგენელი რატო არ მოდის ვინმე? არ აინტერესებს ჩვენი ხალხის ბედი? მიუწოდე ხალხს უსახკაროებმა გამოვიდეს დროზე შენ ჩვენზია, შენ ჩვენ მაგას. კი, არა უშავს, მოუწოდე ყველა უსახკაროს დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და გელოდებით ყველას. სად ელოდებით? აი, გალიფას ბინასთან. თქვენ სხვა უსახკაროებს მიმართავთ, რომ მოვიდნენ აქ. უსახკაროს, ხო, ვინც ნამდვილად უსახკაროები აქვთ, ხო, ყველამ შემოგვიერთდეს და დაუდგეთ ერთმანეთს ხარში. ეს როგორ ფიქრობთ, კანონიერი მოწოდება არის, იმიტომ კანონიერია თუ არა კანონიერია, მაინც ბრძოლობს ხალხი და უკანონოდ შევიდნენ ეგენიც. თუ კანონიერად შევიდათ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენც ვდგევართ აგერ და დაგვეხმაროს ხალხი ერთი მეორე გავამაგროთ, რომ ძალა ერთობაშია და რაღაცას მივახცევთ. დანარჩენი ხალხის ნება არის. საყურადღებოდ, მოდიშის მოხდით. 10 წუთი შემდეგ გადავდივართ გოგოლის ქუჩაზე, თუ 100 წუთში წარმოადგენელი არ მოვიდა ვკეტავთ ქუჩას. მე ვარ პასუხისმგებელი. დუც ამიყვანებენ, მეც ამიყვანებ, ხელს არავინ არ გახლებს. 10 წუთი დანიშნულია. მოვიდეს ვინმე არ დამელაპარაკოს აქა. ან ლამაზი, მესამად დაურეკავ ლამაზი, ან გიორგი. ვანაზე არ მოვიდეს, ვანაზეთვის რა მეორე. მაშურაზე არ მოვიდეს ის ცინიკოსი აქა. რა არის ხერი გაცხადება ბუდიშს? მოვიდეს წარმოადგენელი ვინმე, თუ არა ცენტრალ გოგოლის ქუჩას გადავკეტად, მე ვიქნები წინამძღოლი. ვაკეთებ საჯაროდ, რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ საჯაროდ. მე და საკარგი არაფერი არ შევართ ერთი ქვეყნის შვილები.
საქართველოს შვილები ვარ. თქვენ ითხოვთ რომ მოვიდეს ბათუმის რა თქმა უნდა, წარმატგელი ვინმე მოვიდეს და კონკრეტულად გაგვესაუბროს. ის სრულ დაპირებები არ გვინდა ამოვიდა. ვინ იყო, რა გააკეთა, რა შეაშა ისტორიას, რომ წავიდა აქედან. ფული შეიძლება ყველა იჯიბავს მაგის გარდა, მაგ ფულზე არ მაქვს საუბარი. ოცნებაში გაყიდეთ სახლი და ისეთ თქვენ ხედავთ აქ პოლიციის მაღალჩინოსნებიც არიან ამ ტერიტორიაზე და ისმენენ სოციალურად დაუცველების მოსაზრებებს და როგორც თქვენ ცოტა ხნის წინ მოისმინეთ, ერთ-ერთმა სოციალურმა დაუცველმა ულტიმატუმი, ასე ვთქვათ, ულტიმატუმი წაუყენა ბათუმის მერიას, თუ ისინი აქ არ მოვლენ 10 წუთის განმავლობაში, ისინი გადაკეტავენ გოგოლის ქუჩას, რომელიც აქვე გადის და შეაფერხებენ სატრანსპორტო მოძრაობას და როგორც თქვა, უსახლკარო მარტოხელა დედამ საკუთარ თავზე აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ის გადაკეტავს მოძრაობას, სხვათა შორის სხვაებიც იძახიან ჩვენს გიერთდებით და ჩვენს გადავკეტავთ საავტომობილო გზას, ამბობენ ისინი, სკანდირებენ ისინი. თქვენ კადრში ხედავთ დაახლოებით 20-მდე ადამიანი არის აქ მოსული ამ ტერიტორიაზე და ისინი მოუწოდებენ სხვებსაც რომ მოვიდნენ ახლა უკვე მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ისინი აქ იმყოფებიან და ფიქრობენ რომ ძალა არის ერთობაში და ერთიანი ძალებით აიძულებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას რომ ამ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადასცენ მათ. დავით რობაკიძეს ვხედავ აქ თუ ეკნება მას სურვილი მოვისმენთ მის მოსაზრებასაც. ბატონ დავით, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რა შეგიძლიათ გითხრათ და რისთვის მოხვედით აქ თქვენ? არაფერი, უბრალოდ მოვედით იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ რა ხდება, როგორ ხდება და დანარჩენი რა უნდა გითხრათ. ტერიტორია, როგორც იცით, გალიფასია, შენობები სახელმწიფოსია, ამდენი ადამიანი უსახლკაროა. მოკეთილი ინებონ მობზანე და გაარკვიონ და თუ შეიძლება ამ ზამთარში ადამიანს მისცა თავშესაფარი, მიცემ დროებით და თუ არ შეიძლება მოვიდნენ და უთხრან არ შეიძლება. რაღაცა ხო უნდა გადაწყვიტონ რა. თქვენ ახსენეთ რომ ტერიტორია არის კალიფოს თურქის, შენობები კი უკვე სახელმწიფოს ბალანსზე, ეს ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ოფიციალურად. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო დაუშვებდა ამას გადაცემის პროცესში მიწასაც არ მოითხოვდა? მიწა როგორც მიწა საჯარო რეესტრის მონაცემები დღის მდგომარეობითაც არ არის გადასული სახელმწიფოს. სახელმწიფო რას ქვია დაუშვებდა შეთანხმება მოხდა შენობებზე და წაიღეს შენობები. ჩამოართვეს შენობები და მიწა ისევ გალიფასია, ხო? სხვათა შორის სულხან თამაზაშვილმა დაახლოებით ახალი წლისთვის განაცხადა, რომ უსახლკაროები მისი ზრუნვის საგანი არის, განიცდის, რომ ისინი ასეთ მდგომარეობაში არის. რა შეგიძლიათ? მახსოვს თქვენი პაექრობა, არაფერი, უბრალოდ ყველა ხელისუფლება, ვინც მოდის და დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზე ვარ, აჭარის მასშტაბით და ვინც მოდის, მათ შორის ასლანის დროიდან ყველა იმას იძახოდა. მათ შორის ასლანიც იგივეს იძახოდა. ჩემი საფიქრალი უსახლკაროებიაო და დღეს ამდენი უსახლკარო. მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრს 6 მილიონი ნახევარს ქთამს უნახავენ სახში, ამდენი უსახლკარო ქვეყანაში არ უნდა ყავდეს. ესაა მეტი არაფერი. პრემიერი რო კორუმპირებული ყავს, თავრობა კორუმპირებული ყავს და ადამიანს მისდევ იმაზე რომ 30 კვადრატი არ გეკუთვნისო. არაფერი, უბრალოდ უნამუსო ხარ და მეტი არაფერი და უნდა წახვიდე სახში რა. მეტი აქ ლოგიკა სხვანაირი არ არსებობს. რის შედეგია, როცა რეგიონს ყავს ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი მარტოხელა დედა? არ იქნა ამათი გაძღომა ჩემო მეგობარ. არ იქნა, არ ვერ გაძღა მათი მუცელი. არ იქნა, არ ეშველა. რაზე საუბრობ, საერთოდ როდესაც მთელი ვერტიკალი სახელმწიფო პრემიერიდან დაწყებული 4-ვე თავდაცვის მინისტრი პატიმრობაშია. ყველა კორუმპირებული, ყველა კორუფციაზეა დაჭერილი. მათ შორის პოლიციელიც, უშიშროებაც, საშიშროებაც, ცოდნეც და უცოდინარეც. ეს არის შედეგი. ჩვენ ვართ მაფიოზურ სახელმწიფოში, ვცხოვრობთ მაფიოზურ სახელმწიფოში და გუმართავს საბუთიანი ყაჩაღები პოლიციამ ყავს ხელმძღვანელობაში იმათი დაკვეთით. მეტი აქ არაფერი არ შეიძლება ითქვას. რა მოხდა უშუალოდ? ხო უყურებთ არა, ხო უყურებთ. ყველა საკვანძო ხელმძღვანელი არის ყოფილი პოლიციელი. ხო უყურებთ არა? რა ხდება ის რომ მიდის წავიდა გადანაწილება იმდენად დიდი ფულია, სხვას ვეღარ ენდობიან. ბატონ დავით, თქვენი აზრით რა მოხდა უშუალოდ კალიფოს თურქისა და ოცნების მთავრობას შორის? არაფერი არ მოხდა. არა, ჯაბა.
რომ არანაირ ნებართვა არ ქონია. თქვენ გახსოვთ ოსტურქის და ღარიბაშვილის შეხვედრები, გახსოვთ ხო? ერთ-ერთი მისი დობით აღჭურვილი პირი იყო. ეს ყველაფერი ღარიბაშვილის დროს გადაეცა ოსტურქს, გახსოვთ მაგიც ხო? მაგრამ ახლა როდესაც კორუფციაზე დაეჭირეს, უკვე ინტერესების სფერო აღარ არის დაუშვათ დღევანდელი ჩვენი ჩიჩილაკის რო ყავს პრემიერი, იმის და ოსტურქის და მოხდა ის რაც მოხდა. ხო, რა მოხდა თქვენ როგორ გაიგეთ? არაფერი აღარ გამაზდა ფული და კი ხტები რაც ხდება ხო? ეხლა რა ურთიერთობაა ოსტურქის? არ ვიცი, მაგრამ მე მამდენი რა ვიცი, მე მამდენი მაგარას ისტორია თქვენი აზრით ეხლა უკანონო დაშენებული კორპუსების არა. მაშინ არა, ეს მოხდა საპროცესო გარიგება და მიწა რამოდენიმე ხნის უკან მეც ვიყავი დაბადემრებული, ხო? იქ ძალა 8 მუხლი მქონდა რაღაცეები. რა მნიშვნელობა აქვს? მოხდა საპროცესო გარიგება და გამოვედი გარეთ. ისევე მოხდა საპროცესო გარიგება და ეს შენობები გადაცა სახელმწიფოს. არა მარტო შენობები, ინტურისტის წაიღეს. თავის დროზე თუ არ ვშტები 3 მილიონი ნახევრად იქნა გალიფადან ინტურისტის შესყიდული. მე გეუბნე ეს მიშას დროს. ხო და ინტურისტის წაიღეს. მიცა ეს შენობები, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს პარასკევს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას. გადაცემაზე მოეწერა პარასკევს ხელი, შეთანხმება ადრე მოხდა. მაგრამ მიცა დღეის მდგომარეობით ხო, მაგრამ ქონება გადაეცა ხელი მოეწერა ახლა ამ კვირის ბოლოს. დიდი, მანამდე ესენი ვერ შემოდიოდნენ აქ. არა, ვერ შემოვიდა ეცხადებ პროცედურა ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, პარასკევს გადაეცა, მაგრამ ტერიტორია როგორც მე ვიცი და როგორც მე მაქვს მონაცემები, ტერიტორია დღეის მდგომარეობით ისევ თვიმის არის, რა გალიფას არის. არა, ტერიტორიის რაღაც ნაწილი პროცესის გზა და რაღაც რამდენიმე გზა და უკნიან შესასვლელი კი, მაგრამ ეს ტერიტორია არის გალიფას. ეს მანქანების სადაზგანა, ეს პლაშატკა, ეს არის ყველაფერი გალიფა. ეს არის უკვე სახელმწიფო საკუთრება. რაზეც კორპუსები დგას, მაგიდე საკითხი. ანუ მისასვლელი გზა არ აქვს ამ კორპუსებს და ეს მისასვლელი გზები, მათ შორის მიმდებარე ტერიტორია გალიფოს თურქის საკუთრებაში, ამის თქმა გინდა თქვენ? ხო, მე მგონი მისასვლელი გზა შენობის არის, დანარჩენი გალიფას არის, მე მგონი დეიძრეთ. ბოდიში ბატონ დავით, წავედით, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველები წავიდნენ უკვე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე და შევეცდებით ეხლა მიუახლოვდეთ მათ. პასუხს რას მაძლევ რას? მიპასუხე რას? ხო, ესა რომ დაწყნარებული ამათ გამონევრები ვიშალო? ვინ არის ეს? ამათვე ასეთ ხალხს მე საჭიროებს უკეთებდი და პატრულში მუშაობდი. მაგრამ უსახკარების გამო წავედი სხვაგან ხარ დავდიოდი პატრულის მანქანა მემსახურეობდა. სამართალის ვიცი და უკანონობას და კანონი. შეგიძლიათ გითხრათ თქვენ პირდაპირ ეთერში ვართ, რისთვის მოხვედით აქ, რა მოთხოვნები? ბინას სოციალურად დაუცველი ვარ უკვე 15 წელია ვცხოვრობ ქირით. არანაირი დაპირებები ძალიან ბევრია, მაგრამ შესრულება არ არის. ნამდვილად ისეთი ადამიანები ვიცი, რომ ბევრს მართლა აქვს სახლი და კარი და ჩვენ ნამდვილი წლებია უკვე ვცხოვრობ 15 წელია ბონში ვცხოვრობ. სად არ ვიყავი, სად არ მივედი, მაგრამ არანაირი მარტო დაპირებები, მეტი არაფერი არა, შესრულება არაფერი არ არის და ერთი შვილის ერთად ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს და ველოდები წლებია. დღეს ხვალ განცხადებებს წერ და არანაირი არაა პასუხი. რა გავაკეთო მითხარი, ვეღარ ვიხდი ქირას. არ ვითხო, მე ვითხო ბინას. გასაგებია, მადლობა. მინდა რომ იყოს კანონის წესით მართლა მეკუთვნის. რომ არ მეკუთვნოდეს, მე ამ ხნის ავატყოფით არის, მე აქ არ მოვიდოდი. მე ძალით შეცლა რომ ყოფილიყო შევიდე ხალხი და შევიდოდი. ნახოთ რა იქნება მოგხედეთ აკეთ თქვენაც პოლიციელები ხართ, ადამიანები ხართ, ადამიანის შვილები ხართ, როგორ თქვენ გაქვენ ოჯახი ისე გყავთ ჩვენ შვილები. მოგხედეთ ჩვენაც გადადეკით ჩვენ მხარეს. გეიხადეთ მაიფორმა დადგებათ რომ გეიხადეთ უფრო დალოცვილი იქნებით. დაჭირვებული ხალხის გვერდში რომ დადგებით უფრო მეტი წინსვლა გეკნებათ. ეს დალითებიცია, რომელიც გამართავდა. როგორ ფიქრობთ, ხალბატონ დალი ამ შეგონებას რამდენად მოისმენენ პოლიციელები, რომლებიც აქ იმყოფებიან? მე რა ვიცი, ახლა უნდა მოისმინონ გაჭირვებული ხალხის მაინც ჩვენნაირი ხალხის ნდობა უნდა მოისმინონ. იცი რა დონეზე მიჭირს ხალხო, წამალი ვერ მიყიდია ადამიანებო. გაიგეთ ბოდიში რომ ტირი ვარ უკვე წრებლები, ემოციური წრებლები მაქვს. დევიყავი ამდენ ტაჯვაში 15 წელი აქციებს ვატარებ, დავამტყობთ იმ აქციებს. წამალი ვერ მიყიდია, გეფიცები დედის საფლავს, წამალი ვერ მიყიდია.
გადმოდი ჩვენ მხარეს ერთმანეთს დაუდგეთ, რა იქნება, რა მოხდება. მარტო ფორმით კი არ განისაზღვრება ადამიანობა, ადამიანის შვილები ხართ თქვენ. გადმოდი ჩვენისა და გაჭირვებული ხალხის გვერდში. წამოდით რა პირობებში ვცხოვრობ, წამოდით და ნახეთ სადვა. ასეთი არის ახლა სიტუაცია ამ ტერიტორიაზე თქვენ ხედავთ თანდათან უკვე სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება. არ მინდოდა ბინა, არ მინდოდა. უბრალოდ მიწავთხოვე, რომ კონტეინერი შემედგა. ბოდიში. კონტეინერი შემედგა, ის მიწაც არ მომწევს, რომ კონტეინერი შემედგა. და თვითონ თვეზე ფინისკირა არ მქონებოდა გადასახდელი და შაქრიანი ბაღანა მე მერჩინა და ლამასად ყოფილიყო. ესაა ჩვენი ცხოვრება. გამოვალ ზუსტად. ანგელოზის კაკალი ყავ შაქრიანი. სად არიან თავრობები? 15 კვადრატი მიწა არ მომცა, 15 კვადრატი კონტეინერი შემედგა. ასეთი არის ახლა ვითარება ამ ტერიტორიაზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, თქვენც ახლა მოხვედით. უკვე მას შემდეგ რაც იყო მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს აქ. რა არის თქვენი მოთხოვნა? მეც უსახლკაროთა პროგრამაში ვარ, როგორც დაგვაწერი ეს განცხადება, მაგრამ პასუხი არაფერი არ არის. შუშუმოპირი მყავს სახლში, აუტიზმიანი ბავშვი. 11 წელი აქ ირაში ვცხოვრობ, მივდივარ წერ განცხადებას, მე თვითონ ვკითხულობ, პასუხი არ არის. და დღეს რო გავიგე, მეგობარმა მითხრა, გამოვიქეცი ბავშვთან ერთად, იქნებ გვეშველოს და რამე ჩვენს დაგმაყოფილონ რამე და მოგვიწიოს ერთი ოთახი მაინც. ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ თქვენზე ზრუნავენ, ისინი ყურადღებას გაქცევენ და ეტაპობრივად თქვენი დაკმაყოფილება ხდება. როგორ? არაფრით არ ხდება. რა 250 ლარი პენსია საკმარისია და ბავშვების სოციალურიც მომიხსნეს, მხოლოდ 600 ლარი ვღებულობ სოციალურს. ისიც იგია. გაზწვაო ბევრსო და მაგის გამო მომიხსნეს სოციალური და ბავშვების 200 ლარი დამიტოვეს 600 ლარი თვეში. და 250 ლარით ვირჩინოთ აქ. ეს უსამართლობაა. და ახლა ეს ქალბატონი ვიცნობ დალის ძალიან უჭირს მაგასაც და რა ვიცი, გაუსაძლის პირობებში ვართ. რასაც ქვია. და ბატონმა ერთად რამდენჯერ ჩავეწერე და დღემდე ველოდები პასუხს. არ გხვდებათ ის, არ გისმენ. ხალი მე არა, ბატონი ჩიქოვანი ისე წერდა, რომ ერთხელაც არ უპასუხია წერილზე. ანუ რამდენიმე წელი ისე იყო მართველი ქალაქის, რომ მოქალაქეს არ ხვდებოდა ის და იგივე ბეც იზიარებს უკვე ქუჩაში შევხვდებოდი, მიდი ჩაეწერე, მივიდოდი